აგულისის დინება სამხრეთ აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ მიედინება. ეს არის ყველაზე ძლიერი ოკეანის დინება მსოფლიოში. 1991 წელს ოკეანუსი აგულისის დინებას, 40 კვანძიან ქარს, 9 მეტრიან ტალღებს, ცუდ მოვლასა და არასწორ გადაწყვეტილებებს ვერ უმკლავდება. ოკეანუსი ფრანგეთში აშენებული და ბერძნების საკუთრებაში არსებული საკრუიზო გემი იყო. გემი თავდაპირველად 1952 წლის ივლისში ბორდოში Fort Chantier de la Guéronში ჟან ლებურის სახელით ჩაუშვეს წყალში, როგორც 4 და გემიდან ბოლო, რომელიც მასაჟერი მარითიმსთვის აშენდა. ალბათ კომენტარებში შემატყობინებთ, რამდენად ცუდად გამოვთქვიეს ფრანგული სახელები. ის არის 153 მეტრის სიგრძის, 20 მეტრის სიგანის, წყლის ხაზის ქვემოთ 7 მეტრს იკავებს და აქვს 550 მგზავრისა და 250 ეკიპაჟის ტევადობა. მისი პირველი ჩარტერული რეისი, როგორც სამგზავრო გემი, არის მარსელსა, მადაგასკარსა და მავრიკიას შორის. 20 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში მას არაერთხელ ეცვლება სახელი, მათ შორის მიკონაი, ანკონა და ისტერნ პრინცესა, სანამ პირეაში დარეგისტრირდება. პირეუში, საბერძნეთში, როგორც ოკეანუსი, 1966 წელს. საწლისში ოკეანეზე მგზავრთმზიდად აშენებული ოკეანუსი მასშტაბურ რეკონსტრუქციას გადის, სანამ საბერძნეთის ეპიროტიკის ხაზებისთვის საკრუიზო ლაინერად დაიწყებს მუშაობას. 1988-დან 1991 წლამდე ეპიროტიკის ხაზები 2 გემს კარგავს. მათი ფლაგმანი პეგასუსი ცეცხლს ეკიდება და მეჩეთში იძირება, ხოლო მოდორული გემი იუპიტერის სატვირთო გემს ეჯახება და 82 მეტრ სიღრმეზე იზირება, თან 4 ადამიანის სიცოცხლეს იტაცებს. 1991 წელს ოკეანუსი იჯარით აიღო TFC ტურებმა იოჰანესბურგიდან, სამხრეთ აფრიკაში, 8 თვიანი სეზონისთვის. გემი თითქმის 40 წლის და ცვეთის ნიშნები ეტყობა. არსებობს რამდენიმე მოშვებული კორპუსის ფირფიტა, რომლებიც გემის გარეგარს ქმნის. ბოლო მოგზაურობისას მოზამბიკში გემზე პრობლემები წარმოიშვა, როდესაც კანალიზაციის წყალი ზოგიერთი საშხაპედან და ტუალეტიდან ამოვიდა. რემონტი იწყება კანალიზაციის რეზერვუარებიდან, რამდენიმე გაუმართავი უკუქცევითი სარქლის ამოქლის ამოღებით. ვენტილაციის მილი ასევე ამოღებულია კანალიზაციის რეზერვუარიდან, რის შედეგადაც გენერატორის ოთახსა და რეზერვუარს შორის 10 მემიანი ხვრელი რჩება. რემონტი დასრულებული არ არის. უკუქცევითი სარქლები და ვენტილაციის მილი უკან არ დაუყენებიათ. 1991 წლის 3 აგვისტოს 15 საათზე ოკეანუსი სამხრეთ აფრიკის ქალაქ ისტ ლონდონიდან დურბანის მიმართულებით გაემგზავრა. მისი გამგზავრების დრო ბომბის საფრთხის გამო გადაიდო. კაპიტანი იანის ავრანისი, გამოცდილი მეზღვაური, რომელსაც ოფიცრად 20 წლიანი და მეზღვაურად 30 წლიანი გამოცდილება აქვს, მართავს გემს. როდესაც გემი 40 კვანძიან ქარში შედის და 9 მეტრიან ტალღებს ეჯახება, ზღვის მდგომარეობა სულ უფრო მღელვარე ხდება. ჩვეულებრივი გამგზავრების წვეულება მუსიკოსებთან და არტისტებთან, Moss Hillsთან და მის მეუღლე Tracy Hillთან ერთად გემბანზეა დაგეგმილი. მძიმე ზღვის პირობების გამო ისინი იძულებულნი არიან წვეულების ადგილი შეცვალონ და თავშესაფრად Four Seasons Lounge-ში გადავიდნენ. მიუხედავად Moss-ის, Tracy-სა და გემის გასართობი გუნდის დიდი ძალისხმევისა, რომ დღესასწაულის ატმოსფერო შეექმნათ, მგზავრების უმეტესობა ამჯობინებს კაიუტებში დარჩენას და შტორმის გადატანას. ღამის განმავლობაში შტორმი ძლიერდება. საღამოს პირველი ვახშმის დროს ოფიციანტებს უჭირთ ბალანსის შენარჩუნება, რის გამოც საჭმლის ტარება უჭირთ და ხშირად იღვრება. ჭურჭელი სრიალებს სასადილო მაგიდებიდან, როცა გემი ტალღებსა და ქარში ირწევა. ზუსტად ისაა, რაც ოკეანის კრუიზზე გინდა. გემს აქვს ღიობა წყლის ხაზის ქვემოთ, რომელსაც წყალმიმღები კამერა ეწოდება. ეს საშუალებას აძლევს გემს აიღოს ოკეანის წყალი ძრავების გასაგრილებლად და ბალასტის ავზებში გასანაწილებლად. ზღვის ყუთში გაჟევნვაა. 21:30 საათზე ტრანსკაის ველურ სანაპიროსთან ძრავის ოთახში მცირე აფეთქება მოხდა. შემდეგ გემი ელექტროენერგიას კარგავს. გემის ინჟინერი კაპიტან ავრანის ატყობინებს, რომ წყალი კორპუსში აღწევს და გენერატორის ოთახს ტბორავს. რამაც მცირე აფეთქება გამოიწვია, რადგან გენერატორი მოკლე ჩართონ დააზიანა. ელექტროენერგიის გარეშე ძრავები ითიშება და გემი მძვინვარე ზღვაში დრეიფს იწყებს. წყლის დონე განაგრძობს ზრდას, სანამ არ მიაღწევს 10 SM-იან ხვრელს ტიხარში, სადაც საჰაერო ვენტილაციის მილი უნდა იყოს. ზღვის წყალი ტიხარს არ ღვევს და კანალიზაციის აუზს ავსებს. როდესაც უკუსარქველები ამ შესანახ აუზში შეკეთებისთვის მოხსნილია, წყალი მთავარ სადრენაჟე მილებში ადის.
საშხაპეები, ტუალეტები და ნარჩენების გადამშავების ერთეულები, რომლებიც სისტემას არის მიერთებული, საშუალებას აძლევს წყალმიმღები კამერიდან კანალიზაციის შესანახ აუზში და შემდეგ კაიუტებში ავიდეს. ეკიპაჟი ძრავის ოთახში დატბორილი განყოფილებებიდან თავს აღწევს. პანიკის დროს ისინი არ ხურავენ ქვედა გემბანის ტიხრის ლუქებს და საგანგებო სიტუაციის დროს სტანდარტული პროცედურაა. ძრავის გათიშვის შემდეგ გემი კარგავს ნებისმიერ სტაბილურობას, რომელიც ტალღებში მოძრაობის შედეგად იყო შექმნილი. როდესაც გემი უმოქმედოდ ირწევა ღელე ზღვაში, ტალღები ეჯახება დაზიანებულ გარე კორპუსის ფირფიტებს. ეკიპაჟი არ თავს განგაშის სიგნალებს და არც განცხადებებს აკეთებს, რომ მგზავრები გააფრთხილოს იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ისინი იმყოფებიან. მოს ჰილსი, მუსიკოსი ზიმბაბვედან, მისი მეუღლე ტრეისი და მათი კოლეგა შემსრულებლები ამჩნევენ, რომ გემი ისე ირწევა, როგორც ჩვეულებრივ არ ხდება. გემი მარჯვნივ იხრება. ისინი გადაწყვეტენ, გამოიკვლიონ რა ხდება. როდესაც ისინი ქვედა სართულებზე ჩადიან, პოულობენ, რომ წყალი კაიუტებში და დერეფნებში იღვრება. ოუშენუსი იძირება. ლორეინ ბეტსი, საკრუიზო დირექტორი, ეუბნება მათ, რომ კაპიტანმა ეკიპაჟს გემის მიტოვების ბრძანება მისცა. ეკიპაჟის წევრები სამაშველო ნავებისკენ მიემართებიან და გემის დატოვებას იწყებენ. ისინი ნავში იღებენ ყველა იმ მგზავრს, ვინც მაშინვე ხელმისაწვდომია, მაგრამ სამაშველო ნავებს ბოლომდე არ ავსებენ, სანამ გემს ტოვებენ. ისინი სამაშველო ნავებსაც კი ბოლომდე არ ავსებენ, სანამ თოკებს გაჯრიან. მოსი და ტრეისი დროს არ კარგავენ და იწყებენ დარჩენილი სამაშველო ნავების გაშვებას, თითოეულში 90-მდე მგზავრით. სამაშველო ნავის ძრავები არ ირთვება და ამიტომ ისინი დინებას, ქარსა და ტალღებს მიყვებიან. როდესაც გემი კიდევ უფრო მეტად იხლება მარჯვენა ბორცზე, სამაშველო ნავების გაშვების გაგრძელება ძალიან სახიფათო ხდება. იძირებად გემზე თითქმის 220 ადამიანი რჩება. მოს ჰილსი და რამდენიმე მგზავრი ადიან ხიდზე, რათა იპოვონ ეკიპაჟის წევრები, რომლებიც ევაკუაციაში დაეხმარებიან. სამეთაურო ხიდზე არავინაა. მოსი იყენებს რადიოს და ავრცელებს საგანგებო სიგნალს. კონტეინერის გემ ნედ ლოიდ მაურიჩუსის კაპიტანი დედ მარი პასუხობს მაიდეის სიგნალს. მოსი ხსნის სიტუაციას, რომ ის გემზე გიტარისტია და ეკიპაჟი ხიდზე არ იმყოფება. მოკლე პაუზის შემდეგ, რათა გააანალიზოს ეს წარმოუდგენელი არაკომპეტენტურობა, კაპიტანი დედ მარი იწყებს მოსისთვის ინსტრუქციების მიცემას, თუ როგორ მოიქცეს ასეთ სიტუაციაში. შემდეგ ის გადასცემს ოკეანუსის კოორდინატებს და სთხოვს ახლომდებარე გემებს დახმარებას, ასევე ატყობინებს სიტუაციას სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებას. სამხრეთ აფრიკის საზღვაო ძალები და სამხრეთ αφრიკის საჰაერო ძალები აგზავნიან 16 ვერტმფრენს სამძებრო სამაშველო ოპერაციაში დასახმარებლად. ამ ვერტმფრენებს დაევალათ მგზავრებისა და ეკიპაჟის ჰაერით გადაყვანა ახლომდებარე დადასახლებებში, ჰეივენში და ჰოლ-ინ-დე-უოლში, რომლებიც ველურ სანაპიროზე, კოფი-ბეიდან დაახლოებით 6 მილის დაახლოებით სამხრეთით მდებარეობს. კაპიტანი დედ მარი ნედ ლოიდ მავრიკიუსზე აგზავნის თავის სამაშველო ნავებსა და ეკიპაჟს, რათა მგზავრები აიყვანონ ბორცზე. პირველი ვერტმფრენი, რომელიც ადგილზე ჩადის, ოკეანუსის გემბანზე 2 საზღვაო მკვინთავს უშვებს, რათა ევაკუაციის კოორდინაციაში დაეხმარონ. კაპიტანი ავრანისი პირველია რიგში. საზღვაო მკვინთავი პოლ უაილი მას გვერდზე სწევს და ეუბნება, რომ დაელოდოს, სანამ ქალები, ბავშვები და ხანდაზმული მგზავრები არ ევაკუირდებიან. შემდეგ უაილი მიდის, რომ ხანდაზმული მგზავრი მოძებნოს და როცა ბრუნდება, ავრანის მგზავრები გვერდზე გაუწევია. თავი დამაგრებული აქვს და უსაფრთხო ადგილას აღკავთ. 16 სამაშველო ვერტმფრენიდან 13 სამხრეთ აფრიკის საჰაერო ძალების პუმა, რომელთაგან 9 ჩართულია ჩაძირვის პროცესში მყოფი გემის გემბანიდან 220 ადამიანის ამოყვანაში, ხოლო დანარჩენები ტერიტორიაზე გადარჩენილებს ეძებენ. სამაშველო ვერტმფრენები ჰაერში ბალეტივით ასრულებენ მგზავრების წინასა და უკანა გემბანებიდან ამოყვანას. ვერტმფრენები მორიგეობით იღებენ მგზავრებს, მიყავთ ნაპირზე და ბრუნდებიან გემზე. Cruises Directory Lorraine Betsy უზრუნველყოფს, რომ ხანდაზმულებს, ქალებსა და ბავშვებს პრიორიტეტი მიენიჭოთ. არტისტები ჯულიენ ბატლერი, მოს ჰილსი, ტრეისი ჰილსი და რობერტ ბოლტმანი იმ ბოლო 5 ადამიანში არიან, რომლებიც ჩაძირვის პროცესში მყოფი გემის გემბანიდან ამზით აღკავთ. გემზე მყოფი ყველა 591 ადამიანი 7 საათიანი სამაშველო ოპერაციის განმავლობაში უსაფრთხოდ აღწევს ნაპირზე. მომდევნო დღეს 15:30 საათზე 14 ოუშენუსი იწყებს გვერდზე გადახრას და მისი კიჩო ზევით იწევს. ცხვირი ეჯახება ქვიშიან ზღვის ფსკერს, დაახლოებით 90 მეტრის სიღრმეზე. 60 მეტრზე მეტი კიჩოს ნაწილი წყლის ზემოთ დგას. რამდენიმე წუთის შემდეგ გემი ნელა ჩაძირულა წყლის ხაზის ქვემოთ.
ოკეანუსი ჩერდება მარჯვენა ბორცზე, ცხვირი კი ზღვაშია მიმართული. კაპიტანი ავრანისი მოხვდა ყურადღების ცენტრში. ზუსტად ისე როგორც კოსტა კონკორდიას კაპიტანი ავრანისი ტოვებს გემს, მაშინ როცა ასობით მგზავრი გადარჩენას ელოდება და ევაკუაციაში მხოლოდ გემის ანიმატორები ეხმარებიან. ის ამართლებს თავის ქმედებებს, ამტკიცებს, რომ გემი ადრე დატოვა, რათა გადარჩენის ოპერაციების ორგანიზება მოეხდინა და შემდეგ ვერტმფრენიდან ეწარმოებინა კონტროლი. ავრანისი ამბობს, რომ ეკიპაჟის რაციების დამჯდარი ბატარეები კომუნიკაციის დაბრკოლების მიზეზია. როცა მე გემის მიტოვებას ვბრძანებ, მნიშვნელობა არ აქვს, როდის გავა. გემის მიტოვების ბრძანება ყველას ეხება. თუ ვინმეს დარჩენა უნდა შეუძლია დარჩეს. მისი ახსნის მიუხედავად, მედია მას არაპროფესიონალური ქცევის მაგალითად წარმოაჩენს, როცა ის ხელმძღვანელობდა. 1992 წელს კაპიტანი ავრანისი და სხვა ოფიცრები ბერძნულმა საგამოძიებო კომისიამ დაუდევრობაში დამნაშავედ ცნო, რადგან ისინი გემიდან გაიქცნენ და კრიზისის დროს მგზავრებს არ დაეხმარნენ. ავრანისი ციხეში არ იჯდა და მისი დამსაქმებელი ეპიროტიკი ლაინცი მას საბურანო გემის მართვას ანდობს პენსიამდე. გმადლობთ ყურებისთვის. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და გსურთ უყუროთ მეტი ვიდეო ამ არხიდან რეკლამების გარეშე, გთხოვთ განიხილოთ ჩვენს Patreon-ზე გაწევრიანება. ბმული აღწერაშია. შეგიძლიათ უფასოდ შემოუერთდეთ ან აირჩიოთ წევრობა სარგებელით, რომელიც მოიცავს რეკლამების გარეშე ვიდეოებს, ადრეულ ცდომას და პირდაპირ ეთერის კითხვებსა და პასუხებს. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას იქ.